როგორც წარსულში ყურება არის სახიფათო, ისე შეიძლება მომავალში ყურება იყოს სახიფათო. იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში შეიძლება გამოგცეს აწმყო. თავარია რომ აწმყოში ვიყოთ. ეხლა ბრძოლა გვაქვს, ბრძოლაში როცა ვართ, უნდა აწმყოში ვიყუროთ. და მაგალითად ასევე ეს აწმყო, სასტიკი აწმყო, რა თქმა უნდა, აწარმოებს სიკეთის ძალიან დიდ მაგალითებს და ეს არის რამაც გადაგვარჩინა, ხო? ეხლა სიტყვაზე ვამბობ, როცა მეგობარი 10 დღე ციხესთან გიზის და სანამ შენ არ გამოხვალ გელოდება იქ და ეს შემთხვევა ვნახეთ ხო აი 10 დღის მანძილზე 24 საათი როგორ ელოდებოდა მეგობარი თავის მეგობარს როდის გათავისუფლებდნენ და ამ წარწერით ხო რომ მეგობარი ციხეში მეგობარი ციხის გარეთ ეს უბრალოდ გულდასაწყვეტია რომ ამგვარ ამბებს ძირითადად ექსტრემალური ეპოქები იწვევენ ხოლმე. და ვთქვათ, მშვიდობაში შეიძლება ესეთი ამბავი ვერ მოისმინო. მაგრამ იმაზე უნდა ვიმუშაოთ უბრალოდ, რომ ასე ვიცხოვროთ, ჩემი აზრით. აი, იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს იყოს ჩვენი, აი, ამგვარი ჟესტები, ეს სოლიდარობა იყოს ჩვენი ყოველდღიურობა და როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, აღარ გადავიდეთ ესეთ ველურ კონკურენციაზე და ასე შემდეგ.